შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობაც ხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. მენშევიკებს დიდი შეიარაღებული ძალა გააჩნიათ. არტილერია, ტყვიამფრქვევები, თვითმფრინავები და გლეხთა აჯანყებებს ცეცხლითა და מחვილით უსწორდებიან. ისინი სწავლენ სოფლებს, ანგრევენ ხიდებს, იმართავენ აჯანყებულთა მასობრივ დახვრეტას. 1918 წლის ბოლშევიკური დოკუმენტი. ნათალი ქვისაგან აგებულ წმინდა გიორგის ძველ ეკლესიას გარსულის ქვითკირის მაღალი გალავანი. გალავანი თავისი კონგურებითა და სათოფურებით კარისმერეთის ციხეს სიმაგრეს წარმოადგენდა ოდესღაც. ახლა კი ამ გაუქმებულ ციხის ჩამონგრეულ კედლებზე სურო გასულა, ლეღვისა და თუთის ხე აღმოცენებულა. გალავნის ერთ კუთხეში სამრეკლოა ამართული, ზედ დიდი და პატარა ზარები ჰკიდია. აღდგომის დღეს, როცა ზოსიმე დიაკონი სამრეკლოზე გავიდოდა და დიდი ზარის გაჭიმულ თოქს ფეხს დააბიჯებდა და ოსტატურად დაუკრავდა ორივე ხელში დაჭერილი თოკებით 9 ზარს, იშვიათი საგალობელი და ჰიმნი ზედა ზენამდე ისმოდა. გალავნის წინ ვეება ქოლგასავით გადაშლილი ცაცხვებია, რომელთა ტანს 4 ვაშკაცის მკლავიც კი ვერ შემოსწდება. უზარმაზარი ფესვები მიწიდან ამობურცულან და გველებივით დაკლაკნილან. ცაცხვის ქვეშ წარჩინებულთა საფლავებია. გალავნის გვერდით ხის პატარა სახლის აივანზე ხალხი იდგა. წინათ ამ სახლში საეკლესიო სკოლა იყო, ახლა კი მღვდლების დასასვენებელი ოთახი, თავარდიაკონის, დიაკონისა და ეკლესიის სხვა მსახურთა ბინებია. მოედნის ბოლოში კარისმერეთის ბაზარი იწყება. მის იქით თეატრის, სკოლის, საავადმყოფოს, ხაზინის და ფოსტა ტელეგრაფის შენობები. დღეს ყველა სავაჭრო დაწესებულება დაკეტილი იყო. ქალაქისა და მახლობელი სოფლების ხალხიც ეკლესიის წინ საბურთალო მოედნისკენ მიდიოდა. მოედანზე დიდძალი ქვეითი და ცხენოსანი ჯარი შეგროვილიყო შაშხანითა და ტყვიამფრქვევით. წინ ოფიცრები იდგნენ. გვარდიის თავში მზვერავი რაზმი ჩამწკრივებულიყო. ჩაცმულობის მხრივ გვარდია რეგულარულ ჯარზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, რადგან მენშევიკური ხელისუფლება გვარდიას ეყრდნობოდა. ამიტომ ეს უკანასკნელი დიდი უპირატესობით და შეღავათებით სარგებლობდა. უგვანო საქციელისა და ბოროტმოქმედებისათვის იშვიათად რომელიმე გვარდიელი თუ დასჯილა. ეს იცოდნენ ყაჩაღებმა, ქურდბაცაცებმა და თავზე ხელაღებულებმა და ამიტომ გვარდიაში შედიოდნენ. ამ ხალხმა ისიც კარგად იცოდა, რომ გვარდიაში შესვლის მერმე მათი ბნელი საქმიანობა მოისპობოდა. აი ასეთ საეჭვო პირთაგან შედგებოდა მზვერავი რაზმი. მიუხედავად ამისა, ეს ყაჩაღები და სისხლის დამნაშავენი რევოლუციონერებს უწოდებდნენ თავიანთ თავს. კოხტა დეცვათ, თავზე ბუხრის ქუდები ეხურათ,
წელზე ვაზნებით სავსე ფალასკები, ხელით სასროლი ყუმბარები ერთხათ, კარაბინი და კონდახზე დაგებული მაუზერი ეკიდათ. დაპყრობილ სოფელს და ქალაქს ყველაზე უფრო სასტიკად სწორედ ისინი არბევდნენ და ძარცვავდნენ. საკმარისი იყო შეგეხედნათ მზვერავი რაზმისათვის, რომ დარწმუნებულიყავით, როგორი ხალხისაგან შედგებოდა იგი მეტწილად. რაზმში იდგნენ ახოვანი, ჯმუხი და მოღუშული ტუღუში. აფაქიძის მწვერვალივით მაღალკანჭებიანი ნაჭყებია, მუხასავით მაგარი და კერდგანიერი ტუპია, ჯუჯაკაცი, გონჯა და სხვები. ყველაზე ახოვანი და საამო სახის მქონე მაინც გრამიტონ ლაბაძე იყო. მას პოლიტიკურ ტერორისტს ეძახდნენ, იდეურ კაცად თვლიდნენ და როგორც გვარდიის ჯარისკაცები, ისე ოფიცრები თავაზიანად ეკიდებოდნენ. ეს ის გრამიტონ ლაბაძე იყო, რომელმაც რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში ყაჩაღების ბრბო შეადგინა და თავისი ანგარული მიზნებისათვის ექსპროპრიაციას მიჰყო ხელი. მან მილიონერი ანანოვი გაიტაცა და მასში დიდი გამოსასყიდი დააძრო. ლაბაძის დამჭერს ხელისუფალნი დიდ ჯილდოს პირდებოდნენ. მას ცოლი ჰყავდა, ნესტორ წერეთლის ლამაზი ასული თამარი. განთქმული ყაჩაღის დასაჭერად ბოქაულ ბაქრაძეს აქეზებდა არა მარტო შეპირებული ჯილდო, არამედ თავადის მზეთუნახავი ქალის ხელში ჩაგდების სურვილიც. წესრიგისა და კანონების ამ ერთგულმა მცველმა ბოლოს თავის მიზანს მიაღწია. გრამიტონ ლაბაძე გასცა მისმა შორეულმა ნათესავმა უჩა ჭიჭინაძემ, რომლის ბინაშიც მან ერთხელ ღამე გაათია. ბაქრაძე თავისი ჩაფრებით თავს დაესხა და დააპატიმრა ლაბაძე იმ დროს, როდესაც უკანასკნელი ღრმა ძილში იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ყაჩაღი ციმბირში გადაასახლეს. ბაქრაძემ კი თამარი შეირთო. სამშობლოში ლაბაძე 17 წელს დაბრუნდა და სახალხო გვარდიაში შევიდა. აივნის წინ თავადები და აზნაურები იდგნენ. ზედაზნიდან ჩამოსული მემამულე ოტია მდივანი ბედნიერი კაცის მოღიმარი სახით შესცქეროდა ჯარს და ამბობდა, ჩვენმა ნაყმევმა უნიფხო გლეხებმა აოხრება მოგვინდომეს, მაგრამ ახლა თვითონვე დაადგა ჩავი დღე. ოტიას მეუღლე ბაბოც ჩამოსულიყო ზედაზნიდან, ტერეზასთან, ვარდოსთან და ნინოსთან იდგა. ისიც მოღიმარი სახით აბრიალებდა შავ თვალებს და მოედნისაკენ მიმავალ ძმას დათას გასცქეროდა. დათა ცხენოსან რაზმს მიუძღოდა. მერმე ნოდარ ავალიშვილის მიერ შედგენილი თავდაცვის რაზმიც გამოჩნდა. რაზმში შედიოდნენ იასონ ჯანჯღავა, ჯამბაზი, ყოფილი ყაჩაღი, მეტლეები, მიკიტნები, სპეკულანტი ანტუშა, სტუდენტები, ვანიკო ღოღობერიძე, ბიძინა შარაბიძე და სხვები. ბოლშევიკური რაზმის დამარცხების შემდეგ დათა და მისი დამსჯელი რაზმი ნოდარ ავალიშვილმა გაანთავისუფლა. ნოდარის ხალხი სოფლად დაძრწოდა, ანიარაღებდა, აპატიმრებდა გლეხებს და ყოფილ ჯარისკაცებს. მოედანზე მოვიდნენ აგრეთვე ნოდარ ავალიშვილის მიერ განთავისუფლებული ყოფილი ბოქაული. ახლა კი კარისმერეთის მილიციის უფროსი ელიზბარ ბაქრაძე, დათა ყიფიანის თანაშემწე წერეთელი, მათი ამხანაგები ჩხეიძე, წულუკიძე და
გვარდიის შტაბის ინსტრუქტორი ვარლამ ფოფხაძე. ფოფხაძე ყოფილი საეკლესიო სკოლის აივანზე ავიდა, სადაც მენშევიკური მთავრობის რწმუნებული ილია ტრაპაიძე კარისმერეთის კომისარს იოაკიმე აბულაძეს და ჯარების უფროსებს ესაუბრებოდა. ელიზბარ ბაქრაძეს მილიცია გამოეყვანა. აივანზე მოზღვავებულ ხალხს უკან ახევინებდა და წესრიგს ამყარებდა. ჯარსა და ხალხს შორის მოედანზე მოზრდილი მანძილი რჩებოდა. ელიზბარი ოფიცრის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, მხოლოდ სამხედრო ნიშნები არ ჰქონდა. ხარის ხაყრილ ოფიცერს მოგაგონებდათ. იგი ხშირად იხედებოდა აივნისაკენ, რათა მთავრობის რწმუნებულს დაენახა ოფლში გაწურული, ჩასუქებული მილიციის უფროსის ერთგულება და საქმიანობა. როცა ელიზბარ ბაქრაძემ ქუდი მოიხადა და ცხვირსახოცით მელოტი გაპარსული თავი მოიწმინდა, მას უცნაურად დააცქერდა მზვერავი რაზმის ჯარისკაცი გრამიტონ ლაბაძე. ლაბაძემ მეთაურის დაუკითხავად დატოვა მწკრივი, მოედანზე გავიდა და ბაქრაძისაკენ გაეშურა. კონდახზე დაგებული მაუზერით მიაბოტებდა ტლუ ახოვანი ჯარისკაცი. იგი ელიზბართან ახლოს მივიდა, შეჩერდა და აგდებულად ჰკითხა: შენ ელიზბარ ბაქრაძე არ ბრძანდები? დიახ, მიუგო შეშინებულმა მილიციის უფროსმა. ყოფილი ბოქაული. დიახ, მერე რა გნებავთ? მე ვერა მცნობ? ვერა? აბა ახლა მიცნობდე. შეზახა ლაბაძემ, მაუზერი გადმოიღო და კერტში ტყვია დაახალა. ბაქრაძე შეტორტმანდა და მოედანზე ჩაიკეცა. ლაბაძემ ფეხი დააბიჯა და ტყვიებით სულ მთლიანად დაცხრილა. ხალხს თავზარი დაეცა. ქალებმა და ბავშვებმა წივილ-კივილი ასტეხეს. ბევრი გაიქცა. ოფიცერმა და ჯარისკაცებმა ლაბაძეს ალყა შემოარტყეს და პოლკოვნიკ რევაზიშვილისაკენ წაიყვანეს. როცა ლაბაძე აივანზე ავიდა, რევაზიშვილი შეშინდა. რევოლვერზე ხელი დაადო და ისე ჰკითხა: ეს რა ჩაიდინე? ყოფილი ბექაული მოვკალი, მეფის ჯაშუში, ტარვალი და გამცემი. მიუგო ლაბაძემ. ვინ მოგცათ თქვენ თვით გასამართლების მოწყობის უფლება? გაჯავრდა პოლკოვნიკი. მაგუცხვირპირო მეფის მთავრობას არა ერთი და ორი კაცი ჩაალპობინა ციხეში და გადაასახლებინა ციმბირში. მეც ციმბირში მიკრა თავი, ჩემი ცოლიკი. მერე ჩვენ განა ხალხი არა ვართ? განა ჩვენ სახელმწიფო კანონები არა გვაქვს? გააწყვეტინა სიტყვა პოლკოვნიკმა. დააპატიმრეთ. ბრძანა მან. ლაბაძემ უკან დაიხია. მის სახეზე ყაჩაღივით იელვა თვალებმა. ხელი მაუზერზე იტაცა და მთავრობის რწმუნებულს ტრაპაიძეს გაზახა. ილია, ხელი მიშვას პოლკოვნიკმა. შენ მაინც ხომ იცი რატომ მოვკალი ძაღლი? მუმემუქრება. მზვერავი რაზმი მოიხსნა. აივანს ალყა შემოარტყა და პოლკოვნიკს ლაბაძე მოსთხოვა. ტრაპაიძემ დააწყნარა ისინი და რევაზიშვილს რაღაც უთხრა. რაზმელები ლაბაძითურთ ისევ მწყრივში ჩადგნენ. მოედანზე ხალხის ქოთქოთი გაისმა. განცვიფრდა კორნელი. ეს რა ამბავია? როგორი ჯარი ყოლია მენშევიკებს?
სკანდალია, წარმოუდგენელი სკანდალი, ხელავდა პოლკოვნიკი, ეს ჯარი კი არა, ყაჩაღთა და ავაზაკთა ბრბოა, წასჩურჩულა მან კაპიტან ხიდაშელს. ტრაპაიძემ უთხრა, სამწუხარო ამბავი მოხდა, მაგრამ ახლა მაგის გარჩევაში ვერ შევალთ. ელიზბარ ბაქრაძის გვამი წაიღეს. გაქცეული ხალხი ისევ მორეკეს მიტინგზე. ტრაპაიძემ, ფოფხაძემ და იოაკიმემ ჯარის უფროსებთან თათბირი გამართეს. მალე არტილერიის ოფიცერი აივნიდან ჩავიდა. ჩია პოლკოვნიკმა გრძელი ქერა ულვაში გაისწორა. აივნის მოაჯირზე გადადგა, წარბი აზიდა. ცისფერი თვალი ხალხს მოავლო და დიაცებრ გამყინავი ხმით დაიწყო. მოქალაქენო, სამხედრო ნაწილების, სახალხო გვარდიის და კარისმერეთის რაიონის მცხოვრებთა მიტინგს გახსნილად ვაცხადებ. რევაზიშვილმა სიტყვა მთავრობის რწმუნებულს ილია ტრაპაიძეს მისცა. კოსტუმში გამოწყობილი ჩია კაცი აივანზე წამოიჭიმა. ფერმკრთალი მრისხანე და კუშტი სახე ჰქონდა. დიდხანს იდგა დადუმებული, ხალხს ნუსხავდა მედიდური და სიტყვას არ იწყებდა. ხალხი გაირინდა. იმავ წუთს სულ ახლოს იგრიალეს ზარბაზნებმა. ხალხს ზუზუნით გადაუარა ხუმბარებმა და მაღლა მთის კალთაზე შეფენილ სოფელ ჭიპიკონაში ჩავარდა. ხალხი შეშინდა, უფრო გაირინდა, კიდევ იგრიალეს ზარბაზნებმა. თავზარ დაცემული და დადუმებული ხალხი უძრავად იდგა. რა საჭიროა უიარაღო ხალხის დაშინება, რისთვის ისვრიან? ჰკითხა იონამ მთავრობის რწმუნებულს. მე ვთხოვე პოლკოვნიკს, განუმარტა ტრაპაიძემ, გაეფრთხილებინა წინასწარ ჩვენი არტილერია, რათა მას გაესროლა რამდენიმე ხუმბარა მიტინგის გახსნის დროს. ზარბაზნები კარგ ზეგავლენას ახდენენ ხალხზე. იონა გაოცდა. გაუკვირდა ხალხისადმი ასეთი აგდებული და ცინიკური მოპყრობა. ზიზღით შეხედა ტრაპაიძეს, აივნიდან ჩამოვიდა და გლეხებში ჩადგა. გაჩუნდით და უსმინეთ, ხომ ხედავთ ამათ ზარბაზნები და აეროპლანები აქვთ. ბოლშევიკებს კი მარტო უვარგისი თოფები. ეუბნებოდა გლეხებს ოტიამ დიუნის მოურავი ბეგლარი. გლეხები შიშითა და მოკრძალებით გასცქეროდნენ ჯარს. აივანზე გადმომდგარ ჩასირმულ და ზიზილპიპილებიან ოფიცრებს. თეთრწვერა დეკანოს ერასტი მაჭავარიანს, აივნის წინ შეგროვილ თავადებსა და აზნაურებს. ნიკოლოზის დრო მოაგონდათ გლეხებს. იმისათვის, რომ რევოლუციის მონაპოვარი შევინარჩუნოთ, ამბობდა ტრაპაიძე, და ვიხსნათ ქვეყანა ანარქიისაგან, საჭიროა დემოკრატიული ელემენტები ჭიდროდ შეკავშირდნენ ჩვენი მთავრობის გარშემო კონტრრევოლუციასთან საბრძოლველად. აჯანყებები, რომლებიც მოაწყვეს ბოლშევიკებმა აქა-იქ, მათ შორის თქვენს რაიონში, ეს ღალატია დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ. ეს თანამედროვე ვანდეა. ამიტომ ჩვენ დაუზოგველად ჩავქოლავთ ყოველგვარ ამბოხებას, რომელიც წყალს ასხამს ჩვენი მტრების წისქვილზე. დემაგოგიითა და მუქარით სავსე თავისი სიტყვა ტრაპაიძემ დაასრულა მოსახლეობისადმი მოთხოვნით. დაუყოვნებლივ აღადგინეთ წესრიგი
და გაეცით აჯანყების მეთაურები და მონაწილენი. თქვენ მოისმინეთ ჩვენი ზარბაზნების გრიალი. გაიშვირა თითი ორატორმა იქითკენ, საიდანაც ისინი ქუხდნენ. იცოდეთ, ეს ჩვენი უკანასკნელი გაფრთხილებაა მათთვის, ვისაც რაღაცის იმედი კიდევ აქვს და იარაღი არ დაუყრია. ქვაზე არ დავტოვებთ ჩვენ იქ, სადაც კარისმერეთის მსგავსი ამბოხება და ანარქია მოხდება. მერე პოლკოვნიკმა რევაზიშვილმა აიღო სიტყვა. მან გლეხებს მოსთხოვა 3 დღის განმავლობაში ჩაებარებიათ საქონლის, პურისა და სიმინდის ფქვილის განსაზღვრული რაოდენობა. თუ გაჯიუტდებით და ამბოხება განაგრძეთ, თქვა მან მუქარით, ყველას დავხრეთთ, ვინც კი ხელში ჩაგვივარდება. შედგენილ იქნა სამხედრო საველე სასამართლო, რომელშიაც პოლკოვნიკი რევაზიშვილი, კაპიტანი ხიდაშელი და ახალაძე შევიდნენ. მეორე დღეს ღამით დახვრიტეს აჯანყებული გლეხებისა და ბოლშევიკების პირველი წყება. დაიწყეს დაპატიმრება, გადასახლება, სოფლის წმენდა. კარისმერეთის რაიონს ისევ მოევლინენ ყოფილი ოფიცრები და პოლიციელები მენშევიკური კომისრებისა და მოხელეების სახით. გლეხებს ანაზღაურებდნენ თავადაზნაურთათვის მიყენებულ ზარალს. გამომძიებლები და საველე სასამართლო არ ზოგავდნენ არც მოხუცებს, არც ქალებს და არც ბავშვებს. დამსჯელი რაზმები სწავდნენ ურჩსოფლებს. დაპატიმრებულ გლეხებს აშიშვლებდნენ, აწამებდნენ, თოფის ზუნტებს სცემდნენ და ხრებდნენ გასამართლების გარეშე. ახლა აღარ აჯანყდებიან. იკვეხნიდა სოფელ ჭიპიკონიდან ჩამოსული დათაყიფიანი. წავიღეთ ყველაფერი, რაც კი ყანაში და ბეღელში მოეპოვებოდათ. არამც თუ ბოლშევიკებს, არამედ თაგვებსაც კი არაფერი დარჩათ. აჯანყების ჩამქროლებმა დასცალეს, დალეწეს ყველა ქვევრი, მოიტაცეს ყველა ქათამი, ბატი, რომელთა წაღებაც ვერ მოახერხეს, დახოცეს.